გერთვებით თუშეთიდან კერძოდ სოფელ გირევიდან ეს არის ბოლო სოფელი ხევსურეთამდე აქედან იწყება უღელტეხილი საიდანაც გადადის საცალფეხო ხევსურეთში. იცით თქვენ რომ თავისუფლების მოედანი ვართ პოლიტიკურ ექსპედიციაში თუშეთიდან 7 აგვისტოს ჩართვა უბრალოდ აგვისტოს დღეებში ჩართვა არის ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ ამ ხარემშო მაგალითად ჩვენი ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ამ მხარის შვილი იყო ასევე კახათილიძე რომელიც უკრაინაში დაეცა და საერთოდ თუშები ძალიან ძლიერი მებრძოლები არიან რომელიც ამაგრებენ ამ ქვეყანას აქაც ადგილზე და ისე შეიარაღებულ ძალებშიც. აგვისტოს ომის წლისთავია და ეს ალბათ ის იშვიათი თარიღია, როცა საზოგადოება ელოდება ერთიანობას, ეს გლოვის დღეა, თუმცა ასევე უნდა იყოს ერთიანობის დღე და ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება შიდა პოლიტიკასაც გასცდეს, რადგან ის შეიძლება იყოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი. თქვენ როგორ უყურებთ დისკუსიას? ერთის მხრივ ომის თარიღზე დავა თუ იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ რა შეიძლება იყოს ხელისუფლების მიზანი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პირობებში ასევე საერთაშორისო სასამართლოში დამტკიცდა, რომ ქართულ მხარეს ბრალეულობა ომში არ აქვს. ქართული ოცნების აი რაღაც ამ პოლიტიკის ლოგიკას როგორ ახსნით? მე ვიცი რა არის შედეგის თვალსაზრისით, ამას ქვია ეროვნული ინტერესების ღალატი, რომელიც აუცილებლად დაკვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, სადაც მტკიცებულებები გვექნება ძალიან ბევრი და ამას ჩვენ ყველა ერთად მოვესწრებით, იმიტომ რომ სხვანაირად მომავალში მსგავს ღალატს ამ ქვეყნისას ვერ ავიცილებ თავიდან. ეს არის შედეგი. რაც შეეხება мотиваციას ხელისუფლების გულწრფელად გითხრათ, მე ეს ბოლომდე არ მესმის. იმ მარტივ მიზეზის გამო არ მესმის, რომ ეს არ იხსნება უბრალოდ რაღაცა რუსეთის ინტერესების რეალიზება სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად საქართველოში, არ ვიცი, მათი მოთხოვნების შესრულება, ნაციონალური მოძრაობის მუდმივი განწყობა, რაღაცის სააკაშვილისთვის დაბრალება. ანუ ეს ყველაფერი ვიცით, გავიგეთ, რომ ასე ხედავს სამყაროს, ესე აგებს პოლიტიკას, ესე ინარჩუნებს ძალაუფლებას ქართული ოცნება, მაგრამ როცა საქმე ეხება ამ ქვეყნისთვის ყველაზე უფრო ძვირფას რამეს, რაც არის ტერიტორიული მთლიანობა, რაც არის დაღუპულები, ანუ გმირები, მათ შორის არის ანწუხელიძე, აგერ თუშეთში ვართ კიდებული მეორებ და ეხება ამ ომის ამ ტრაგედიის ჩვენ დაღუპულები ყავს სამოქალაქოებშიც, ყავს, არ ვიცი, მოხუცებშიც, მათ შორის ხო და ეხება ამ ყველაფრის წლისთავს საქმე, მინიმუმ ამ დროს მათ სრული მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ის რომ მათ მართლა გულწრფელად არ სჯეროდეთ ეს სიგიჟე, რასაც ისინი ლაპარაკობენ, ხო რომ ვიღაცა უბრალოდ აიძულებს ამ ამის გაკეთებას, მაგალითად თუნდაც რუსეთის ფედერაცია. წეგან მეუბნებოდნენ მეგობრები, რომ ესენი არიანო სერგო ორჯონიკიძეების პარტიო და ბოდიში მოიხადონ ყაველაშვილებმა სერგო ორჯონიკიძესთან, იმიტომ რომ სერგო ორჯონიკიძეს როგორც კი 20-იან წლებში დაუდგა რაღაცა წინააღმდეგობა და სხვა ქართველ ბოლშევიკებს რუსებთან, იმათაც კი გაბედეს და ამოიღეს ხმა და მათ არ მოეწონათ ის რაღაცა პოლიტიკური მოწყობა, რომელსაც მაშინდელი საბჭოთა კავშირის თავაზობდა იმას საქართველოს იმდროინდელ სოციალისტურ რესპუბლიკას და ამათ როგორ არ ვიცი, ერთი ადგილი შნო მართლა იმისთვის, რომ ამ დღეებში, აგვისტოს დღეებში არ გაიმეორონ ის, რასაც ლაპარაკობს ვიღაცა აი ლავროვი კი არა, კოკოიტის და მედვედევის დონეზე არიან ჩამოსულები, გესმით? აი, ჩვენ გვყავს დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკის ხელმძღვანელი, ვიცით ვინ არიან? აი, ამ დონის პოლიტიკოსები მართავენ დღეს ქვეყანას. ეს არის ჩვენი უბედურება, თორე ის რომ იმ ფონზე, აი ნახეთ, ომთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მაგალითად საგამოძიებო კომისიას ქმნიდა ქართული ოცნება პარლამენტში, მუდმივად იყო კითხვა, რომ რატომ აქვთ მათ ინტერესში, რომ რაღაც რევიზია მოახდინონ საერთაშორისო სასამართლოების დასკვნების, რომ ხომ ისედაც ცხადია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვინ არის ამ ომში დამნაშავე. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ამ ომის შეფასებაა საჭირო საერთაშორისო სასამართლოში ჩვენ დავადგინეთ და ახლა ეს ამ პარტიის შესაფასებლად გვჭირდება. აი, რამდენად ლოგიკურია ეს მოსაზრება, რომ ისინი ერთის მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე ამისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ამ საკითხს ახლა პოლიტიკურად რაღაც პარტიული დაპირისპირებისთვის, პოლარიზაციის გაზრდისთვის იყენებენ. ჩემი აზრით ისინი ამ ყველაფერს ასაც აკეთებენ უბრალოდ პოლიტიკური გადარჩენისთვის. საქმე ის არის, რომ ამ პოლიტიკური გადარჩენის მაცას ამ შემთხვევაში ეწირებიან კონკრეტული ადამიანები ციხეებში, როცა მათი ადამიანის უფლებებს ეხება საქმე, როცა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე, ჩვენი საგარეო პოლიტიკური ინტერესები ზარალდება. გადარჩენაში რას გულისხმობ, იცით რომ შეხედეთ როგორია გარშემო საგარეო პოლიტიკური ვითარება რა. იგივე უკრაინაში დღეს რუსეთს არ აქვს დალხეინი საქმე და ამას უკვე ოცნების პროპაგანდისტებიც კი იაზრებენ. ამიტომ
მათ სჭირდებათ რაღაცა ტიპის მომავალზე ფიქრი. აი ეს მომავალი როგორი შეიძლება იყოს? დასავლეთთან ჩაჭრილია ყველა კარი, მათ შორის ჩაჭრილია საკუთარი გადაწყვეტილების გამო ისევ და ისევ ადამიანის უფლებების აი ესეთი კაცრი და ესეთი გაუარესების გამო და ამდენი პოლიტპატიობის გამო ქვეყანაში. ანუ იქ იმ დასავლურ სივრცეში იციან რომ ვერ გადარჩებიან, ეს რომ გააკეთონ, მაშინ ეს ხალხი უნდა გაათავისუფლონ და ამის გაკეთება არ უნდათ. მეორე მხრივ აქვთ ზემოდან ჩრდილოეთიდან პრობლემებში მყოფი რუსეთი და ცდილობენ რომ დღეს მოსკოვს საჩვენონ რომ ისინი არიან არ ვიცი უფრო მეტად დამჯერი ვიდრე ყავდა დამჯერი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე სატელიტები რუსეთის ფედერაციას და კონკრეტულად პუტინს. ისინი ეუბნებიან რომ აგერ უკრაინის ომის დროს გამოგეცალა ეს ხალხი, ეხლა მე ვარ მზად რომ მე შევასრულო მათი როლი, მაგრამ მთელი უბედურება თუ დააკვირდები ამათი ის არის და ეგ უკვე ჩვენი ამ შემთხვევაში მომავალში აუცილებლად კრედიტი იქნება, არის ის რომ პუტინს არ აინტერესებს ეს ყველა. მე გარწმუნებთ რომ აი აგვისტოს ომთან დაკავშირებული მთელი ეს მითი და ლეგენდა რომელიც იმ დროს მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ფედერაციისთვის, ხო? დღეს ეგაც კი აღარ არის მნიშვნელოვანი. მაშინ მნიშვნელოვანი იყო იმის გამო რომ ის ცდილობდა რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა როგორც შვიდობის ყოფილი. და ამიტომა ეს თარიღები 7 თუ 8 აგვისტო მნიშვნელოვანი. ამდენად არის მნიშვნელოვანი. და დღეს მას შემდეგ რაც უკრაინაში ღიად შეიჭრა რუსეთის ფედერაცია, ეგ საკითხებიც კი აღარ აღგლებს. ესე იმდენად პოლიტიკურად არაკვალიფიციური ხალხია რომ მაგასაც ვერ ხვდებიან რომ ამითი საბოლოო ჯამში ვერ მიიღებენ რუსებისგან რაღაც დის და ეს რაღაც დიდი რა შეიძლება იყოს მათ რამდენჯერმე გააჟღერეს ეს საკითხები მე დარწმუნებული ვარ ხვალზე გამთემოს ისე დააბრუნებულ დღის წესრიგში ეს იქნება რაღაცა სრულ მოლოდინების შექმნა იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს მოსკოვთან ერთად შესაძლებელი იქნება მას შემდეგ რაც გაასამართლებენ ისინი ვიღაცეებს ხო ვინც თითქოს ეს ომი დაიწყეს რაღაც ტიპის ტერიტორიული ძალიანობის აღდგენა და ასე შემდეგ. ამ მითის შემოგდებისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ოღონდ არ დაგავიწყეთ რომ ამ კარტის გათამაშებაზე მათ მოსკოვი რეალურად არ მოყვება. რამდენი ამათ სიტყვა კონფედერაცია ახსენეს, იმდენი მოსკოვიდან უბრალოდ თავში წამოარტყეს. დღესაც ვინ უპასუხა ამ ხელისუფლებას? მედვედევმა უპასუხა, ხო? ანუ პუტინი რატო არ აქებს მათ? ესეც კი ვერ დაიმსახურებს. ერთის მხრივ თქვენ ამბობთ რომ რაღაცნაირად რუსეთის სიამოვნება შეიძლება იყოს ერთ-ერთი мотиваცია, მაგრამ გარდა ამ ინტერესისა თქვენი აზრით რა ტიპის რისკის შემცველია ასეთი განცხადებები? შეიძლება თუ არა ამან რაიმე საფრთხე მიაყენოს საქართველოს ინტერესებს? ნახეთ, ჩვენ ხომ უნდა ვიფიქრობდეთ, მე მესმის რომ დღეს თითქოს შორია ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა ვფიქრობდეთ და ვემზადებოდეთ უკრაინაში ომის დასრულების შემდგომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში რა ადგილი ექნება საქართველოს. ამაზე ჩვენმა მეგობრებმა უკვე დაიწყეს ფიქრი და მაგალითად მარტაკოსმა ახსენა რომ თუ რუსეთთან ჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან მას მათ შორის ვთხოვთ სამხედრო ბაზების გაყვანას იმ ტერიტორიებიდანაც გარდა უკრაინისა, სადაც ის მას აქვს ეს ყველაფერი უკანონოდ, ხო? ეს აქ პირველ სკოლისა იგულისხმება საქართველო და მოლდოვა. იმისთვის რომ ჩვენ აი ამ ტიპის შესაძლო კონფიგურაციაში, შესაძლო მოლაპარაკებების პლატფორმაზე კონდეს საკმარისად გამართული პოზიციები, აქ უნდა გქონდეს სწორედ ის არგუმენტაცია, რომ რუსეთი მართლაც იმ მომენტისთვის შემოიჭრა უკანონოდ, მას არ ქონდა არავითარი კაზუსბელი, არავითარი 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვა არ ყოფილა, რომ არავითარი მშვიდობის იძულების ოპერაცია ეს არ ყოფილა და სინამდვილეში ეს იყო საქართველოში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რომ ამისთვის მას არანაირი ადგილობრივი საფუძველი არ ქონდა. ანუ ეს ეხება არა მხოლოდ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რაიმე საფრთხეს, არამედ სამომავლოდ რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ ხო ტერიტორიულ შესაძლებლობას რომ მაქსიმუმი მივიღოთ რუსეთის მარცხის შემდეგ. რუსეთის მარცხის შემდეგ ჩვენ გვჭირდება სოფლიოს აუხსნათ. ჯერერთი ვკითხავთ, სად იყავთ უკაცრავად? როცა ჩვენ ვიბრძოდით, ვეხმარებოდით უკრაინას, ვცდილობდით რომ შეგვექმნა ის პირობები, რომელიც რუსეთის დამარცხებისთვის იქნებოდა აუცილებელი, ხო? ჯერერთი ამ კითხავს რომ მან ისევ განარიდებას. არა, მან ისევ კახათილიძისნაირი ბიჭები იქნება ჩვენი ქართველების პასუხი, უამრავი ქართველი იბრძვის ამ წუთასაც უკრაინაში, აგერ ზაალატარიას ტრაგედია შეემთხვა ოჯახში და აქ არის ჩამოსული და ასეთი უამრავი ქართველია, ეგ წლები რო იქ არიან და ამას ვიტყვით ჩვენ და ეგ იქნება, პატარა საქმე არ იქნება რა, იქ მაგარი ბიჭები ასრულებენ იქაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვიან. და მეორე ამბავი, ეს დევნილთა დაბრუნების საკითხები, ტერიტორიული მთლიანობა და რაც თავარია, სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.
აქ ესე არ იქნება ცალსახად, რომ ყველა უცებ მოიცლის საქართველოსთვის. ძალიან მყარი არგუმენტაცია უნდა გქონდეს იმისთვის და დღესვე უნდა მუშაობდეს წესით ნორმალური ხელისუფლება ამაზე, რომ უკრაინის შემდგომ, რა ქვია მაგას, რუსული სამხედრო ბაზების უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზების სხვადასხვა ქვეყნიდან გაყვანაზე როცა დადგება საქმე, გაიყვანონ ეს მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან, კონკრეტულად ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. ამისთვის გვჭირდება, თორე ახლა უკანა რიცხვებით კი არსებობს, ჯერ კიდევ არსებობს რაღაც სასამართლოები, ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისითაც ვზარალდებით. საბოლოო ჯამში ეს ომი, აი რუსეთის მიერ შექმნილი მითის წინააღმდეგომი, რომელიც გულისხმობდა, რომ თითქოს საქართველოს პროვოკაცია გაუკეთა რუსეთის ფედერაციას, ან და ამის შემდეგ რუსეთი იძულებული იყო ოსი ხალხის ეთნიკური წმენდისგან თავისასარიდებლად წამოეწყო მშვიდობის ოპერაცია. ეს მითი განსაკუთრებით ძლიერი იყო 2008 წლიდან 2022 წლამდე. ის სამწუხაროდ მუშაობდა მსოფლიოს ბევრ დედაქალაქში და ამ დროს ქართულმა დიპლომატიამაც, ქართულმა აკადემიურმა წრეებმაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხარდაჭერით შევძელით ის, რომ ეს ამ მითმა არ მიიღო პოლიტიკური ქმედებებში არ გადაიზარდა და პოლიტიკური ქმედება ესეთი დროს რა უნდა ყოფილიყო, ხო? აღიარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მადლობა ღმერთს ეს მასობრივად არ მომხდარა. დღეს ასე თუ ისე ეს საკითხი დამაგრებულია, ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არაუბრალოდ არაღიარებაზე ფიქრი, ხო, არამედ მათ შორის არაღიარების მიმართულებითაც ეხლა შესაძლებლობები გაგვიშთა იგივე სირიასთან, იგივე ვენესუელასთან მიმართულებით, მუშაობის მიმართულებით, თუმცა ამასაც ვერ აკეთებს, ხო, გასაგებია ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე, მაგრამ ამის გარდა ჩვენ გვჭირდება, რომ შევქმნათ დღესვე პირობები იმისთვის, რომ არაუბრალოდ არაღიარება, არამედ ქვეყნის დეოკუპაცია და აქედან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა ამის უზრუნველყოფა მოახერხოთ.